მოკლედ სიტუაცია ასეთია, არსებობს პიროვნება ვინმე სახელად ბაბუტი, 59 წლის, წარმოშობით თიანეთის ერთ-ერთი სოფლიდანაა. თქვენ ვინ ხართ, ბაბუტი საიდან იცნობთ? ბაბუტი დიდად შეცვლილია მას შემდეგ, თუ მოახერხებთ. კი ბატონო. ჩემი ნომერი საიდან გავთ? რაღაც ვერ გიხსენებთ. ნაციონალები რომ მოვიდნენ სადღაც 2004 წლის გაზაფხულისკენ დამიკავშირდნენ და მერიაში მოაწყვეს შეხვედრა კაბინეტში მე სასტუმროს დირექტორი სუსის უფროსი და კიდევ 2 ამერიკელი ვიყავ. მე მოგიყვებთ რა ხდებოდა დაახლოებით 5000-6000 წლის წინა პერიოდში არაბეთის და ინდოეთის ნახევარკუნძულებს შორის არსებულ პატარა კუნძულზე, რომელიც ეხა წყლით არის დაფარული. მათე გამარჯობა. შენს რეგულარულ სამუშაოთი NASA-ს პროექტებზე დადებითი განწყობით არიან. თუმცა პროექტი არქივის თემა ცოტა გაგვეწევა. შენთვის ამასთან დაკავშირებით მაქვს სიახლეები და დღე-დღეზე დაგჭირდება საქმის დაწყება. მოკლედ, სიტუაცია ასეთია. არსებობს პიროვნება ვინმე სახელად ბაბუტი, 58 წლის, წარმოშობით თიანეთის ერთ-ერთი სოფლიდანაა. ამ კაცს 2000-იანების დასაწყისში ჰქონდა ინტერნეტ კაფეების ბიზნესი. როდესაც სასტუმრო ივერიონის ინციდენტი მოხდა, მაშინდელი ძალოვნები რაღაცნაირად გავიდნენ ამ კაცზე. თუმცა მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ კაცმა იცის ის, რაც მაშინაც და მერეც გაუთქმელი დარჩა. ერთი რაც ვიცით, რომ 2004 წლის გამოძიების პროცესების დროს, როცა მარტინიც მანდ იყო, ის დიდად კეთილგანწყობილი არ იყო ამ თანამშრომლობისთვის. მოკლედ რამენაირად უნდა დაუკავშირდეთ ამ კაცს, მობილურს არ ატარებს, მაგრამ უდევს სულ სახლში. გიგზავნი ნომერს და ლოკაციას და მთავარი. უნდა მიხვიდეთ მარტინის სახელით და უხსენოთ პროექტი არქივი. სხვაგვარად არ დაგელაპარაკებათ. შეიძლება კომუნიკაცია გაგიჭირდეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოგვარებადია. აბა გისურვებთ წარმატებებს და სტატუსისთვის 2 დღეში დაგიკავშირდებით. ექსტრემალურ სიტუაციაში გამოიყენეთ პროტოკოლით გათვალისწინებული ქმედებები. პატივისცემით, NASA-ს საქართველოს დეპარტამენტის კურატორი, მირიან მესხი, 2026, 22 მაისი. გამარჯობა მეგობრებო, მე მათე ვარ, თქვენ უკვე მიცნობთ. როგორც იცით, დავალებამ ბიკონის მოძებნის შესახებ წარმატებით ჩაიარა. რაღაცეებში გაგვიმართლა, რაღაცეებში არა. მაგრამ მაინც მივაგენით და იცით, რომ შიგნით აღმოჩნდა ცარიელი დისკი, რომელიც შეცვლილი იყო სინამდვილეში, ანუ ის CD არ იყო, რასაც ველოდებოდით. და ეხლა ზემოთ მოგიყვანეთ ბატონი მირიანის წერილი, რომელშიც ფაქტიურად აღწერილია ის, რაც უნდა გავაკეთოთ შემდეგში. საბას დაუკავშირდი, ავუხსემი სიტუაცია და გადავწყვიტეთ გვემოქმედა საჭიროებისამებრ. პირველი რაც უნდა გაგვეკეთებინა იყო ის, რომ დაგვერეკა ნომერზე და გაგვეგო რა ხდებოდა ადგილზე. დავრეკეთ, ჯერ დიდხანს გადიოდა ზარი, მერე ვირაც ქალმა აიღო. ალო, გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო. ბატონ ბაბუტის, თხოვეთ თუ შეიძლება. ბაბუტი არ არის სახლში, თქვენ ვინ ხართ? ჩვენ მისი ყოფილი სტუდენტები ვართ. რაღაც საქმიანი შეთავაზება გვაქვს. მისი ნახვა გვინდა. ტელეფონის ნომერს ხომ ვერ გვეტყვით? ეს არის მისი ტელეფონი, თან არ ატარებს. ეხლა ცხვარშია და დღეს არ ამგონია რომ დაბრუნდეს სახლში. ანუ შორს არის ძალიან. ჩვენ ვერ ვნახავთ. თუ მიხვალთ იქ, კი ნახავთ. კარგით, მაშინ თქვენთან მოვალთ და მერე გვეტყვით ხომ სად წავიდეთ. კი, მოგწანდით. მე მისი მეუღლე ვარ. მანანა მქვია. იცით სადაც უნდა მოხვიდეთ? დიახ, დაახლოებით და მოვაგნებთ. დღესვე ამოვალთ. დღეს ვერ აგენაცვალე. ხვალ აქედან მიდის კაცი, რომელსაც საკვები მიაქვს. კარგი, იმ კაცს ვნახავთ და ხვალ გავყვებით, რომელ საათზე ვიყოთ მანდ. ეს კაცი გავა ასე 4 საათისთვის. კარგი ქალბატონო, მოვალთ მაგ დროისთვის. კაი, გენაცვალე. გავთიშე თუ არა საბამ შეიცხადა. უფს, მეცხვარე. აი ამას არ ველოდებოდი. საიდან სადაო? ყველის გუდაში ხო არ აქვს ნეტა დამალული. ისე მართლა რო იქიდოს, ჩაძურები შიგნით. სასტიკ ხუმრობებს არ ვიღოთ საბა. შენ გიყვარს ცხრის ყველი და შენ ჩაძვერი თუ კაია, მე სადაც დავძვრები, ისიც მეყოფა. მოკლედ, გლიცინს რომ ორჩით ინფორმაციის მოძიებას შეუდექით. ამ ეტაპზე პიას პაკეტთან თდომა არ მქონდა. მოგვიანებით აგიხსნით ეს რაც არის. ამიტომ მოვიძიეთ ის რაც საჯარო იყო, თუმცა დიდი არაფერი. თითქოს ეს კაცი რაღაც პერიოდიდან გაქრა სოციუმიდან. მეორე დღეს გავემზადეთ, ჩემს ახალ ვილდეგნეს მოვახდით და გავგაზეთ მთიულეთში. კლასიკური სოფლური ბინა, გრძელი ეზოთი და ჭიშკარით. ჯერ ტელეფონზე ვრეკეთ, არავინ არ იყო. შემდეგ ჭიშკარზე დავაბრახუნეთ და გამოვიდა ის ქალბატონი. გუშინ გელაპარაკეთ. აჰა, ბაბუტი ცხვარშია და. აბა რა ვიცი, თუ მიაგნებთ. მთის ძირში მოსაცდელებია ფანჩატურებივით და იქ თუ ნახავთ, ხომ მშვიდობაა? დიახ ქალბატონო, უბრალოდ აუცილებელი საქმე გვაქვს. თქვენ გითხარით საით წავიდეთ და რა მანძილზეა. თენგიზე გასულა უკვე და თუ დაეწევით, შეიძლება მიუსწროთ.
საჭმელი ვისაც მიაქვს. კი, ეგამ. საით წავიდეთ? აი იმ ხეობაში. დაახლოებით იქნება 6 კილომეტრი. ხაიშომდე სანამ მიხვალთ, შეხვდებათ სტაიანკები. ერთი დიდი მოსაცდელია. აუცილებლად იქნება ვინმე და რომ გითხოთ, გეტყვიან. კარგი, გმადლობთ. გავუყევით ხეობას. 15 წუთში ადგილზე ვიყავით. ბოლოსკენ ერთი თეთრი ნივა მიდიოდა და აღმოჩნდა, რომ ის იყო, ვისაც უნდა შეხვედროდა ჩვენი სამიზნე ობიექტი. ერთ დიდ ფანჩატოს მიადგა ის ნივა. იქვე ოფროადერების ხდებოდნენ მანქანებში და გასვლას აპირებდნენ. მივედით და პარკინგდით. გამარჯობა თენგიზ, ბრძანდებით. კი, გენაცვალე, რაშია საქმე? ბატონ ბაბუტის ველოდებით. თქვენ ვინ ხართ? მისი ყოფილი სტუდენტები. ხო. წარბი ასწია და ნიშნეულად დაიქნია თავი. ბაბუტი შეცვლილია იმის მერე, რაც უნივერსიტეტში ასწავლიდა. ხომ ეცლება რომ დაგველაპარაკოს? შეიძლება, რატომაც არა, თუ მოახერხებთ. ცოტა შევფიქრიანდით. კომუნიკაცია ახლა ჰაერივით გჭირდებოდა. აი გონი ის არის კიდეც. ამოიღო ბინოკლი და გახედა. გაგიმართლათ, ჯეელნო. ჩვენ მანქანაში ჩავსხედით და დაველოდეთ. ცოტა ხანში მოვიდა და ფანჩატურის ბოლოში იაბა ცხენი, სადაც თენგიზი იცდიდა. მაღალი მხარბეჭიანი კაცი იყო, კეპკიანი ქუდით, მცირე ზომის წვერით, სქელი ხალათი და შიგნიდან მაისური. სამხედრო შარვალი და მოკლე ჩექმები, ხალათის ბოლოდან დანის ქარკაშის პირი მოუჩანდა. ერთი ორჯერ გამოგხედა შუბუშეკრუმმა. თავი კი დაუქნიეთ, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. ხურჯინი გადმოიღო და თენგიზს დაუდო. თენგიზმა მცირე ზომის ტომარა ამოიღო და მისცა. რაღაც ჩაილაპარაკეს და ჩვენ გამოგხედეს. დაახლოებით 20 მეტრში ვიყავით იმათგან. საბა, მივიდეთ. მოიცა ის ტიპი წავიდეს ჯერ. ბიჭო, ციცაკის სპრეი არ გაქვს? რა დგინდა, მოგშივდა. ვერ ხედავ როგორ გვიყურებს, არაფერი აგვიტეხოს. ბიჭო, მაგ ციცაკის სპრეის გაგიკეთებს ერთ ადგილას. ნუ ატრაკებ ეხლა. ხო ხარ დიპლომატიის მამა, ხო და შენ მიხედე. აბა რა ვქნათ, ლამბა დაუცეკვათ. შენ დაიწყე და აყვები. კაი, წამო გადავედით. ამ დროს იმ ტიპმაც დაკოკა მანქანა და გავიდა. მივედით, მივესალმეთ და ხელი ჩამოვართვით. გამარჯობა ბატონო ბაბუტი. მე მათი ვარ. ეს ჩემი მეგობარია, საბა. სტუდენტებიო და რაღაცა არ მახსოვხართ არც ერთი. არა და ისეც არ დაუბერებულ ვარ, რომ ვერ გაგიხსენოთ. ბატონო ბაბუტი, ცოტა კონფიდენციალურ საქმეზე ვართ და საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ასე გვეთქვა. უნდა გვაპატიოთ. მერე თქვენი ნება, ვისაც ეთქვით. ვინ მოგასწავლოთ ეს ადგილი? თქვენი ტელეფონი ვიცოდით და რომ დავრეკეთ, თქვენმა მეუღლემ გვიპასუხა და მოგვასწავლა. თან გველაპარაკებოდა და თან ცხენზე რაღაცეებს აწყობდა. სახეში არ გვიყურებდა ფაქტიურად. ჩემი ტელეფონი? საიდან გაიგეთ? ერთი გამოგხედა, მერე ისევ მიიხედა, ჩაიცუცკა და ნალებს დაუწყო მოსინჯვა. მე საბას გავხედე, ჩავისუნთქე და ამოვაყოლე. მარტინ ბლექველმა გამოგზავნა პროექტი არქივის თაობაზე. ამის გაგონებაზე უცებ გაჩერდა. ცხენის ფერს ხელი გაუშვა, ნელა წამოიმართა, ძიმედ მოტრიალდა და ისე ჩამაშტევდა თვალებში, რომ მიმიქარავს ლაზერი. რა თქვი, ვინ გამოგაგზავნათ? მარტინ ბლექველმა, პროექტი არქივის თაობაზე. მანქანას გახედა და დააკვირდა. მერე ტერიტორია მოათვალიერა. მერე ჩვენ დაგოთვალიერა. აქვხეთ, ჩაქვხედა. მარტინს საიდან იცნობთ? ვმუშაობთ მათთან. დასხედით, აბა. სეფებში რომ გრძელი მაგიდა და სკამები და პანჭატოში ისეთი გრძელი მაგიდა იყო გვერდით სკამებით, დასხდომა რომ დავაპირეთ, გითხრა რომ მეორე მხრიდან მოგევლო. მობილური მათხოვეთ რომელიმე. მანქანაში გვაქვს, მოიტანო. მიდი მოიტანე. მობილური გამომართვა. გულის ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი ამოიღო და ტელეფონის ნომერს დაუწყო ძებნა. თან ჩვენ გვიყურებდა დრო და დრო. ბატონო ბაბუტი არ არის სასურველი რომ ტელეფონზე ვილაპარაკოთ ამის შესახებ. ხო ხდებით? დაწკნარდით თქვენ. მე ვიცი რასაც ვიზამ. მერე ვირაცის ნომერი აკრიფა. ადგა მაგიდიდან და მოშორებით გავიდა. რამდენიმე წუთი ვირაცას ელაპარაკებოდა და თან ჩვენ გვიყურებდა. ბოლოს რაღაცას ჩალიჩობდა მობილურში. კოლ რეკორდერი მეყენა მობილურში და რაც ილაპარაკეს მოგვიანებით მოვისმინე. ამ საუბარში ნახსენები თემური ალბათ ის პიროვნება იყო, ვინც მირიას მიაწოდა ინფორმაცია. თემურ გესმის. რომელი ხარ? ბაბუტი, სხვისი ნომრით გირეკავ. ხო ძმა, როგორ ახარ აბა? მშვიდობა გაქვს? იკაცო, მისმინე ძმის გულო. ორი ჯეელია მოსული. ჩემი ყოფილი სტუდენტები არიან. ერთ ჩემს დისერტაციაზე აინტერესებთ რაღაც იცი შენ? რომელზე? 2001 წლის ეგვიპტური პაპირუსების შესახებ. აჰა, კი, მიხედე. სერიოზული თემაა. დეტალები აინტერესებთ. ანუ იცი შენ, ხო? კი, საქმის ყურში ვარ. მე დავაკვალიანე. პერსპექტიული ახალგაზრდები არიან, ხო ხდები? გასაგებია, კარგი. ნომერი წაშალე რომ გათიშავ, კარგი.
კარგი. აბა ყოჩაღად. შემდეგ მოვიდა მობილური, მომაწოდა და დაჯდა. აშკარად შეეთხო, რომ ცოტა დაძაბულობა მოეხსნა. უთხარი რომ დატენვა ჭირდებოდა, მობილური ჩავდე მანქანაში და მოვბრუნდი. აბა გისმენთ ახალგაზრდებო, რა ხდება? მოკლედ, როგორც ვიცი, თქვენ რაღაც შემხებლობაში ხართ იმ ამბავთან, რაც მოხდა 2001 წელს სასტუმრო ივერიონში, ხო? კი, თქვენი ლაპარაკით, რა გაინტერესებთ, ბევრი დრო არ მოქვს. ანუ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ის ნივთი, რაზეც საუბარი იყო მაშინდელი ინციდენტის დროს, არის ბიკონი, რომელიც შეიცავდა კომპაქტ დისკს ძალიან საჭირო ინფორმაციით. ის ბიკონი აღმოჩნდა, რომ იყო დამალული ხადორის ხეობაში და შარშან შემოდგომაზე ჩვენ იმას მივაკულიეთ და გადავეცით დამკვეთებს. ეგ როგორ, საიდან რაიგეთ? მოკლედ, ის ასხივებდა სიგნალს რაღაც პერიოდულობით და აი იმის დახმარებით დიდი ისტორია. ასე რომ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეგ დისკი, რაც შიგნით იდო, იყო შეცვლილი და არსებობს აზრი, რომ ორიგინალი უნდა იყოს ისევ საქართველოში, ვიღაცის ხელში. თქვენზე გვითხრეს, რომ გაქვთ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. აჰა, და იცით რა წერია იმ დისკში? ნუ, ზუსტად არა, მაგრამ ის ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვან ხალხს ჭირდებათ. მე ვიცი რა წერია და იცოდეთ, ამ საქმეში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და თავი ირონიულად გავაქნიე, რომ აშკარად რაღაცას გვებაქიავებათქო. მე რითიც შემიძლია დაგეხმაროთ გეტყვით. ყველაფერი ასე იყო. განათლებით ვარ ისტორიკოსი. ჩემი სპეციალიზაცია იყო ანტიკური და პრეისტორიული ცივილიზაციები. ამ თემაზე დისერტაცია დავიცავი 93 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოგიხსენეთ შავბნელი 90-იანები, ახალი დაწყებული იყო და უკვე ყველაფრის პრობლემა გაჩნდა. დენის, გათბობის, საჭმლის და რა ვიცი რა აღარ. ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და შვილიც თვეების იყო, რომ სერიოზულად დამაწვა ოჯახის სიმძიმე ზურგზე. შენახვა ხო უნდოდა. ჩემი ისტორიკოსობა არავის აინტერესებდა, ან საერთოდ განათლება ვიღას ჭირდებოდა მაშინ. ავტომატიანი ხალხი დარბოდა ინდიელი ბელადები ვით ქუჩებში. მოკლედ, რას არ მივედმოვედე და მაშინ პოპულარული იყო ქსელური მარკეტინგი. კი, ჩავები მაგ ყველაფერში, მაგრამ იქ რომ რამე ხეირი გენახა, დრო ჭირდებოდა და თან ეს, გაიგე. მე მთიელი კაცი ვარ. ეს პიარი და მანიპულაციები ჩემგან შორს არის. ხო და მალე თავი დავანებე. მასწავლებლობის ხელფასი არაფერში არ მეყოფოდა. მერე ერთი ბიძაშვილი მყავდა პარლამენტში. შევარდნაძესთან იყო დაახლოებული. იმან მომაშოლა ხელი და სადღაც 98-ის ბოლოს წამოვიწყე ინტერნეტ კაფეების ბიზნესი. 3 ფილიალი მქონდა დასაწყისისთვის. რა თქმა უნდა, ფინანსურად ის დამეხმარა, რომ კომპიუტერები შემეძინა და ოფისები გვექირავა. თავიდანვე დაიწყო ფულის დაწერა. ძალიან მოდური გახდა მაშინ. გაიგე. ჩვენ თანდათან ვეფლობოდით მონაყოლში და წარმოდგენები და შესაბამისად სახის გამომეტყველებაც გვეცვლებოდა. აი ისე, კრუცების ოჯახში, კრუცები ბიჭის მოყოლილ ზღაპარს რო ისმენენ, დაჭყეტილები. ხო და თავი რომ არ შეგაწკინოთ, 2001 წელის 12 აგვისტოა, უпростоრეთ 13. ის დილის დაახლოებით 3 საათისკენ ვიღაცის ზარი მაღვიძებს მობილურზე. დავხედე, ჩემი ერთ-ერთი ფილიალის ადმინისტრატორი იყო, ცოტნე ქვია. 20 წლის იყო მაშინ გონი. ესეთი რაღაც ვისაუბრეთ. გისმენ ცოტნე, რა ამბავია? ბატონო ბაბუტი, ესე 12 საათისკენ 3 ჩინელი შემოვიდა და მითხრეს, რომ სტრატეგიის თამაში უნდათ და დილის 6 საათამდე სრულად აირებდნენ და წინასწარ გადაიხდიდნენ. არ გადაიხადეს? კი, გადაიხადეს, მაგრამ სხვა პრობლემა, მითხრეს, რომ საკუთარი ბოტები აქვთ დისკით მოტანილი და ჩაწერა უნდათ და მივეცინებართო. ხო, მერე? მაგრამ რაღაც საეჭვოდ იქცეოდნენ. მთელი 3 საათი ხან ერთ კომპთან ისხდნენ, ხან მეორესთან, ხან მესამესთან და რაღაცას იწერდნენ დისკიდან. რომ მივედი და ვკითხე, მითხრეს, რომ აღარ უნდათ გაგრძელება და ადგნენ და წავიდნენ. ფული გამოგარწვეს? არა, დატოვეს 6 საათისა სრულიად. მერე კაცო, მაგის გამო მაღვიძებ. საქმე იმაშია, რომ არაფერი არ უთამაშიათ საერთოდ. რაღაცას აგზავნიდნენ ქსელში, მაგრამ წყდებოდა კავშირი. მოკლედ, რაღაცეები ვნახე ისეთი, რომ აუცილებლად უნდა გაჩვენოთ სასწრაფოდ. ხვალ დილით თუ შეძლებთ მოდით. მოკლედ ბიჭებო, დისკით რაღაცეების ჩაწერის უფლებას არ ვაძლევდით არავის. მაგრამ რახან ითხოვდნენ ხოლმე, ეს ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ. ისე რომ იმ დროს პირადი მონაცემების დაცვის რეგულაციებს არც არავინ აკონტროლებდა ჩვენთან. და გქონდა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც დისკის ჩადებისას ავტომატურად აკოპირებდა მეხსიერებაში, რომ მერე თუ რამე მოხდებოდა, გვენახა რა გადაწერეს. ხო ხვდებით რაშია საქმე. მეორე დღეს გავარკვევდით რა უნდათ. დილით რომ ავდექი და ვსაუზმობდი, დამირეკა ბიძაშვილმა და მითხრა, რომ ერთ ძალოვანს უნდოდა ჩემთან საუბარი. მალევე გადმომირეკა და მკითხა, რომ დანაშაული მოხდა სასტუმროში
და ჩინური გარეგნობის პიროვნებები არიან ეჩმიტანილები. და რამე ხომ არ ვიცოდი ამის შესახებ. მე უთხარი, როგორც იყო ყველაფერი. თუმცა ის არ მithქვია, რომ კოპიო შეიძლება გქონოდა, რადგან თლად კანონიერიც არ იყო ეგ ამბავი. მერე გადაურეკე ცოტნეს და უთხარი, რომ სასტრაფოდ წაეშალა აღუდგენლად ყველაფერი, ის რაც დაკოპირდა კომპიუტერში. მოკლედ მერე რამდენჯერმე დამირეკეს და შევხვდი კიდეც იმ პიროვნებას პოლიციიდან, მაგრამ რაც ვიცოდი, მეტი ვერაფერი უთხარი. მოგვიანებით გავიგეთ, რომ იმ დილით 6 საათისთვის ერთი მათგანი გაფრენილა სტამბულის რეისით და როგორც აეროპორტიდან გვითხრეს შემოწმებისას, არანაირი დისკი არ ჰქონდა თანო. აი ესეთი ამბავია. ეს დაკითხვები რომ დაიწყო, ცოტნეს შევატყე, რომ რაღაცას მალავდა და გადათქვა ის ამბავიც, რომ სასტრაფოდ სანახავიაო. მოკლედ ბიჭებო, თუ რამე დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ, მე მოგცემთ ცოტნეს ნომერს და იმას დაუკავშირდით. ის გეტყვით რა ნახა კომპიუტერში და რა მოხდა იმ ღამეს ზუსტად. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მე 1000 აზრი მიტრიალებდა თავში. და ამის მერე აღარავინ დაკავშირებიათ? როგორ არა? ხო გითხარით? მოგვიანებით ნაციონალები რომ მოვიდნენ სადღაც 2004 წლის გაზაფხულისკენ, დამიკავშირდნენ და მერიაში მოაწვეს შეხვედრა. კაბინეტში მე, სასტუმროს დირექტორი, სუსი უფროსი და კიდევ 2 ამერიკელი ვიყავით. ჩემს ბიძაშვილს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა ნაცებთან და ჩემთვის კი სულ ერთი იყო, მაგრამ ხო გესმით. ფორს-მაჟორი იდულებული ვიყავი, მეც განწყობა მქონოდა. შესაბამისად, დიდი არაფერი არ მიპასუხია. რომ დამთავრდა შეხვედრა, დერეფანში ერთი ამერიკელი გამომეკიდა. აი ის, თქვენი მარტინი. და ესეთი რაღაც მითხრა. ბატონო ბაბუტი, თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა, მაგრამ იცოდეთ, თუ რაიმე საინტერესო ინფორმაციას ფლობთ ამაზე და არ თვლით საჭიროდ რომ გაამხილოთ, ძალიან ბევრს კარგავთ. მე არაფერი მიპასუხია და ისევ თავად დაასრულა. თუ გადაწყვეტ რომ ითანამშრომლოთ ჩვენთან, თქვენ სამუდამოდ დარჩებით კაცობრიობის ისტორიაში. ეს საქმე, რასაც ეხება, შეუფასებელია. დაიმახსოვრეთ, ჩემი სახელია მარტინ ბლეკველი. პროექტი არქივის კურატორი ნასაში. მე არაფერი მიპასუხია. უბრალოდ თავი დაუქნიე და გამოვბრუნდი. ამის მერე არანაირი კავშირი არ მქონია მაგ ხალხთან. შემდეგ ჩემი ბიზნესიც წაიქცა. მოგეხსენებათ, ხალხმა კომპიუტერები შეიძინა და ინტერნეტ კაფე აღარავის ჭირდებოდა. ცოტა ხანს ვასწავლიდი უნივერსიტეტში, მერე სოფელში ჩამოვედი და სკოლაში ვასწავლიდი და ბოლო 6 თუ 7 წელია უკვე აიხედოთ სადაც ვარ. დაუბრუნდი მამა-პაპისეულ პროფესიას. გასაგებია, ასე რომ თქვენ დაახლოებით წარმოდგენა გაქვთ, ხომ? რა ინფორმაცია იყო იმ დისკზე? იცით ბიჭებო, სადღაც 2000-იანების ბოლოს კაბელური ტელევიზია მქონდა ქალაქში და იქ დისკავერიზე მოусმინე ერთხელ NASA-ს ინციდენტის შესახებ, უცხო კოსმოსურ სიგნალზე. ხო და მერე საუბარი იყო 80-იანების ბოლოს მეცნიერ უკვლევაზე ამ თემასთან დაკავშირებით. და კი გავიფიქრე, რამე მნიშვნელოვანი ხომ არ გამოვტოვეთკო. მაგრამ რა ვიცი, შეიძლება კი, შეიძლება არა. რას გაიგებ? კი, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმ დისკზე, როგორც ჩანს, და აუცილებლად გვინდა ცოტნეს ნახვა. მოვიტან მობილურს ახლავე. მობილური მოვიტანე და შევატყვე, რომ რაღაცაზე დაწყებული ქონდათ საუბარი უკვე. ნომერი ჩავიწერე და ვკითხე. პარენ, თქვენს ნომერს ჩავიწერ. გვარი ბაცარაიძე, როგორც ვიცი, ხო? არა. ც ბაცარაიძე. ექც. ორიგინალია ბაცარაიძე. ისე, გვარი რად გინდა, ბევრს იცნო ბაბუტის სახელით. გასაგებია ბატონო ბაბუტი, საინტერესო იყო საუბარი თქვენთან. წამოდგომა დავაპირე რომ მითხრა. მოიცა, აი ამ შენს მეგობარს აინტერესებს მე რას ვფიქრობ ძველ ცივილიზაციებზე და ხომ უნდა უპასუხო, არ დამითავრებია ჯერ. კი ბატონო, არაა პრობლემა, დისმენთ. ამ დროს საბას შევამჩნიე, რომ თავი ქონდა დახრილი და მიწას ჩაშტერებოდა ჩაფიქრებული. კაცმა მე მომხედა და მეკითხება. შენ თუ იცი აი ეს მთა რომ დაყურებს ზემოდან, რა ქვია ამ მთას სახელი? არა. დამასტე. გამიგია გონი. ხო და ამ მთის კენწეროზე არის ანტიკური ხანის სალოცავი მაგავე სახელით. მინიმუმ 30 საუკუნის იქნება. მეტი თუ არა არც ნაკლები. ეს სიტყვა საიდან მოდის იცი? თავი გავაქნი. გაგიგია სიტყვა ნამასტე. კი, ინდური მისალმებაა გონი, უპასუხე და ერთდროულად აზრების ნაკადი ვიგრძენი თავში. ის მიხვდა რომ დავინტერესდი და დამაკვირდა. უფრო დალოცვის მნიშვნელობა აქვს მაგ სიტყვას. და არის ძველი სანსკრიტული წარმოშობის. კი ბატონო, საინტერესოა. იცით რასთანაა დაკავშირებული ეს სალოცავი? აბა მერე ჩახედეთ თქვენს ინტერნეტს და გამოიძიეთ თქვენითაც. დამასტეს ხატს განსაკუთრებული ძალა ჰქონდა ამინდის მართვისა და მტრისგან დაცვის. ასევე თქმულ ენამოთხრობებში დამასტეს სალოცავს მოიხსენიებდნენ როგორც ცაღრუბლის გამრიგე ხატის სავანეს, რაც მიუთითებს მის უშუალო კავშირს ამინდის სტიქიასთან. ეხლა ფანტაზიას მოუხმეთ.
ძველი განვითარებული ცივილიზაციების მიერ ამინდის მართვა და უამრავი სხვა სასწაულები გადმოცემებსა, ლეგენდებში და ზღაპრებში. რა სიტყვით აბა, კავშირს ხომ ვერ ხედავთ? თქვა, წამოდგა და ცხენთან მივიდა. მე ენა დამება. უცებ მუხზე ტკივილი ვიგძენი და მივხვდი რომ საბამ გამგრა მუხლი. პირი დახურე შეხვაო, ბუზი არ გადაგეკლაპოს. ბიჭო, ხო არ გითხოთ კიდევ რამე. ეს სერიოზული ვინმე ჩანს. მგონი რაღაცეები იცის, ხო? რავი, აბა თუ გვეტყვის, ნახოთ. ბატონო ბაბუთი, თუ არ გაგვიანდებათ, რამდენიმე კითხვა გვაქვს კიდე, თუ შეიძლება. ცხენი საძოვრად მიუშვა და მობრუნდა. ჩანთიდან ამოღებული ქადები მაგიდაზე დააწყო და გვითხრა, რომ გაგვესინჯა. ახალგაზრდებო, თქვენ რას ფიქრობთ? დედამიწაზე 1000-ობით წლის წინ შეიძლება იარსება ჩვენზე უფრო მეტად განვითარებულ ცივილიზაციას? რავი, რატომაც არა, ყველაფერი შეიძლება. მე მქონდა მაღაზი მომზადებული ნაშრომი სახელად პიკის ცივილიზაცია, მაგრამ 90-იანებში დამიბლოკეს მისი გამოქვეყნება. არასერიოზულად ჩათვალეს, თუმცა გამომდინარე მისი შინაარსიდან, დარწმუნებული ვარ მიზეზი სხვა რამე იყო. რის შესახებაა? რის და რახან ასეა საქმე, რომ სერიოზულად ხართ დაინტერესებულები. მე მოგიყვებით რა ხდებოდა დაახლოებით 5500-დან 6000-მდე წლის წინა პერიოდში, არაბეთის და ინდოეთის ნახევარკუნძულებს შორის არსებულ პატარა კუნძულზე, რომელიც ეხლა წყლით არის დაფარული. პლატონს ჰქონდა ამაზე მცირე ინფორმაცია, მაგრამ ის შეცდომით ფიქრობდა, რომ ჩაძირული ცივილიზაცია სახელად ატლანტიდა მდებარეობდა ატლანტიკის ოკეანეში. მობილური გავთიშე, ჯიბეში ჩავიდე და ქადას მივეძალე პოპკორნის პონჩი.